Копчик опять взлетел. Откуда взлетает, ничего не понятно, блядь. Вот он, клоун, блядь. Оба ни с того, ни с сего, сука. Оба. Вот дела, блядь. Ёб твою мать, до чего техника дошла. You have to be thankful. You don't have the cards. You're buried there. Your people are dying. You're running low on soldiers. Listen, you're running low on soldiers. ამაბიდან 4 თვის თავზე და კრემლის დიქტატორის უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1194 დღეს ზელენსკის კოზირები კი არა ჯოკერი აღმოაჩნდა. მე რა რომ როგორც თავად ამბობს, ბანკოს არ თამაშობს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციის ისტორიული შეფასების შესახებ ამ დღეებში როგორც მე ისე თქვენ არაერთი შეფასება მოვისმინეთ და წავიკითხეთ. მთელმა მსოფლიომ იცის რომ დღემდე არნახული სპეცოპერაცია ომის წარმოების სახელმძღვანელოებში უკვე შევიდა. ის წიგნების და ფილმების თემა გახდება. მსოფლიომ ისიც იცის რომ ტრამპი ობობას ქსელით აღფრთოვანებულია. პუტინი კი შოკშია. სამ დღეში კიევის ვერამღების შიზოფრენიკის პანიკაზე ცოტა ხანში მანამდე კი ციტატა გარდიანის რეპორტიორის დანიელ ბოფეის სტატიიდან. იმასთან შედარებით, რასაც უსაფრთხოების სამსახური ახლა აკეთებს, ჰოლივუდი ნერვიულად გვერდულად ეწევა. ბოფეის სტატიას ის ბულდოგია, მიხვდით ალბათ საუბარია მალიუგზე, კიდევ მიუბრუნდები, მანამდე კი კრემლის დიქტატორის პანიკა. პირველი ივნისის სპეცოპერაციამდე 10 დღით ადრე 22 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან ბუფერული ზონის შექმნაზე მუშაობს. 21 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პუტინი უკრაინასთან მოსაზღვრე კურსკის რეგიონში 20 მაისს იმყოფებოდა, სადაც ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოხალისეებს შეხვდა. ასევე ეწვია კურსკის მშენებარე ატომურ ელექტროსადგურს. პუტინი კურსკში პირველად ჩავიდა მას შემდეგ, რაც ოლქის ნაწილში 2024 წლის აგვისტოდან 2025 წლის აპრილის ბოლომდე უკრაინას ბუფერული ზონა ჰქონდა მოწყობილი. უკრაინის შეერეგებული ძალების კურსკის სპეცოპერაციას კრემლის პროპაგანდა ზუსტად ისემალავდა, როგორც ობობის ქსელის სპეცოპერაციას. პუტინის სრული პანიკის აღსაქმელად მცირედი ქრონოლოგია. მაშინ, როდესაც უკრაინული დრონები პუტინის 4 სტრატეგიულ აეროდრომს უტევდნენ, კრემლის პროპაგანდა ასეთი იყო. პუტინმა ფაშინიანს იუბილე მიულოცა. ამ დროისთვის მარტო აეროდრომები კი არა, სარკინიგზო ხიდები ჩანგრეული თუ აფეთქებულია. 2 ივნისს კრემლი გააქტიურდა და ბაიკანურის 70 წლის იუბილეს გამოეხმაურა. ჩასაფრებულებმა ასეთი რამ შენიშნეს ბაიკანურის მოსაუც ვიდეოში, მას ზუსტად ის ბორდოსფერი ჰალსტუხი უკეთია, იგივე პიჭაკი და პერაგი აცვია, რაც 29 მაისს ნაზარბაევთან და იაპონიის ყოფილი პრემიერის ქრუვთან შეხვედრისას. ამავე დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო სპეცოპერაცია ობობის ქსელის დეტალებს განიხილავდა, კრემლმა ბავშვთა ომბუდსმენთან პუტინის შეხვედრის კადრები გაავრცელა. აქაც ჩასაფრება. ის ზუსტად ისე იყო ჩაცმული, როგორც პროტოპრესვიტერ ტკაჩენკოსთან შეხვედრისას. ვიდეოები სავარაუდოდ არაუგვიანეს 30 მაისს არის ჩაწერილი, ანუ კრემლმა ეგრეთ წოდებული კონსერვ ვიდეოები გახსნა და გაავრცელა. სამდღიანი დუმილის შემდეგ კრემლმა ახალი ვიდეო გაავრცელა. პუტინი ბუნებრივი რესურსების მინისტრს კოზლოს ხვდება და ხეებზე, ტყეებზე და ხის მასალებზე საუბრობს. არც აეროდრომები, არც ხიდები, არც სტამბოლის მოლაპარაკება. 21 საუკუნეში პუტინმა პროპაგანდით გამოლაყებულ საკუთარ მოქალაქეებს მომხდარი დაუმალა. ვითომ ძლევამოსილი რუსული სპეცსამსახურების სრული მოშლა მორღვევა დაუმალა და ერთხელ გამოჩნდა ეკრანზე, როდესაც მთავრობის წევრებს და სტამბოლის მოლაპარაკების მონაწილეებს ტელეხიდით ესაუბრებოდა და მხოლოდ იქ ახსენა ტერორისტული აქტები და ხიდის ჩამოგრევის თუ აფეთქების ამბავზე პატარა სპექტაკლი დადგა. დეტალები ჩვენთვის საინტერესო არ არის და ისევ ჩასაფრებულების აღმოჩენა და მტკიცება იმისა, რომ პუტინის ეგრეთ წოდებულ სამუშაო მაგიდაზე კომპიუტერი, რომელშიც 24 წლის წინანდელი Windows-ის ვერსია დაინსტალირებული, რომლის მომსახურებაც Microsoft-მა 14 წლის წინ შეწყვიტა. ეს ამბავი მარტო იმას კი არ აჩვენებს, რომ ბუნკერში გამოკეტილი ლიდერი თანამედროვე ტექნოლოგიების აზრზე არ არის. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთი უიმედოდ დაჟანგებულია და შესაბამისად დაჟანგებულია მისი არმია. შედეგით სახეზეა სპეცოპერაცია უბას ქსელმა კიდევ ერთხელ და ახლა საფუძვლად დაანგრია მითი რუსული არმიის უძლეველობაზე, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის საქართველოსთან ომის შემდეგ მოდერნიზაციის მცდელობა იყო. უკრაინელების სპეცოპერაციამ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის ფილოსოფია შეცვალა. ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველ დღეებში გენერალი ზალუჟნი აცხადებდა, რომ ომში გარღვევას ახალი ტექნოლოგიები მოახდენდა, მოახდინა კიდევაც. არაერთი სამხედრო ექსპერტი ღიად აცხადებს, რომ დრონების სპეცოპერაციამ ომი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. თუ 2022 წლის თებერვალ-მარტში ომი სახე-სახეზე იყო და მალევე ომში თურქული ბაირაქტარის ჩართვა მოხდა, რაც საშუალებას იძლეოდა რუსების მოგერიებისა შეტევის შეჩერების,
ახლა სახეზე გვაქვს ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული კოორდინირებული დრონები, რომელთაც დროის მცირე მონაკვეთში შეუძლია გაანადგუროს ის, რითაც პუტინი მსოფლიოს აშანტაჟებდა. 4 აეროდრომზე შეტევით დიდი ხნის წყობიდან გამოვიდა სტრატეგიული ბომბდამშენები. ევროპაში შეერთებული შტატების ჯარების ყოფილი სარდლის ბენ ჰოჯესის შეფასება. შეიძლება დაარწმუნებით იმის თქვა, რომ ამ ოპერაციით რუსეთი ვეღარ შეძლებს ყოველდღიურ რეჟიმში ფრთოსანი რაკეტების გაშვებას უკრაინის მიმართულებით. ინფორმაცია რუსული ავიაციის ზიანის შესახებ ურთიერთგამომრიცხავია. უკრაინელების ინფორმაციით, საერთო ჯამში განადგურდა და წყობრიდან გამოვიდა 41 ერთეული, მათ შორის A-50 Tu-95 და Tu-22 M3. აქედან Tu-95 და Tu-22 M3 აღარ იწარმოება. Financial Times-თან კომენტარში ნატოს ყოფილი მაღალჩინოსანი უილიამ ალბერკი აცხადებს, რომ რუსეთმა წყობრიდან გამოსული და განადგურებული ავიაციის ნაწილის აღდგენის განახლებას შესაძლოა წლებიან 10 წლეულები მოანდომოს. სპეცოპერაცია ობობას ქსელით, რომ ომის მიმდინარეობის ახალ ეტაპზე გადავედით, ამაზე ყველა თანხმდება. სამხედრო ექსპერტების და ანალიტიკოსების უამრავი მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით და ამით ბევრ დროს არ წაგართმევთ. ობობას ქსელს, რომელიც რუსული სპეცსამსახურების თვალწინ წელიწადს ნახევარი მზადდებოდა, რამდენიმე დატვირთვა აქვს. უკრაინამ დაამტკიცა, რომ მაღალი ტექნოლოგიები ომის მიმდინარეობაში გადამწყვეტია. ამ შეტევას სიმბოლური დატვირთვას ჰქონდა. კიევმა ტრამპს დაუმტკიცა, რომ მას ბრძოლის უნარი აქვს. სოფლიოს დაანახო, რომ პუტინი მხოლოდ შანტაჟისტია და ის ახლა პანიკაშია და რომ ოკუპანტი მისი გეოგრაფიული სიდიდის მიუხედავად დაცული არსად არ არის. В отношении аэродромов Мурманской, Иркутской, Ивановской, Рязанской и Амурской областях. კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ეს პრეს-რელიზი პირველ იმის საღამოს წაიკითხა. აეროდრომის ჩამონათვალში ამურის ოლქიც მოხვდა. თუმცა საქმე ის არის, რომ სატვირთო მანქანამ, რომელიც დრონებით იყო დატვირთული, დანიშნობის ადგილამდე ვერ მიაღწია. მაგრამ ყუილების დიდოსტაც რაღაც აირია და ამურიც მოყოლა. ისეთ ცნობისთვის, უკრაინის საზღვრიდან ამურის ოლქამდე სულ მცირე 6200 კილომეტრია. ვერ დავმალავ, გამიხარდებოდა, რომ შეტევა ამურის ოლქზეც განხორციელებულიყო. რაც შეეხება დანარჩენ აეროდრომებს, მანძილები უკრაინის საზღვრიდან ასეთია: ციმბირი ირკუტსკის ოლქი სულ მცირე 4600 კილომეტრი, მურმანსკი 1800, სარატოვი 1000, ივანოვო 900, რიაზანი 879. აქედან მარტივი დასკვნა რუსეთის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი, არც ერთი სამხედრო ან ლოჯისტიკის ობიექტი არ არის ახლა დაცული. ომი რუსეთის მიწაზე გადავიდა და რაც უფრო დრო გავა, რუსეთში უსაფრთხო ადგილი არსად იქნება და შესაბამისად სახელმწიფო სერვისების ინტერნეტ პორტალზე გამოჩნდა დამატებითი ჩანართი, რომელიც მიუთითებს უახლოესი თავშესაფრების მისამართებს. Дрон? Что за дрон? Украинский? А там что горит? Там что горит? Да ты что? Только что фура там стоит. Давай нахуй, поехали. მოსალოდნელ თუ არა სპეცოპერაცია ობას ქსელის ახალი ფაზა. ეს მხოლოდ ეპიზოდია, ეს შეიძლება განმეორდეს. უკრაინის სპეცსამსახურები ახალ ოპერაციას ამზადებენ. ამ მოსაზრებას Washington Post-ის მიმოხილველი დევიდ იგნატიუსი გამოთქვამს საკუთარ საავტორო სვეტში. ინფორმაცია ჟურნალისტი საკუთარ წყალზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურები უკვე ამზადებენ სხვა რთულ ოპერაციებს მოსკოვის წინააღმდეგ და რომ ორივე მხარე სურს გამოკვიტის ომის ჩიხიდან გამოსვლა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია ობას ქსელი ამის გაბედული ცდელობა იყო. თუ უკრაინა პუტინის რუსეთზე ახალ ეფექტურ შეტევას ამზადებს, ის ისეთივე მოულოდნელი იქნება პუტინისთვის, როგორც 1 ივნისის სპეცოპერაცია იყო. უკვე ყველა მიცის და ჩვენ საღვნიშნოთ, რომ სპეცოპერაცია ობობას ქსელი კაცრად გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია იყო, რომელსაც მალივკი ხელმძღვანელობდა და დაპირებული გარდიანი. მან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სადაზვერვო სააგენტოდ აქცია. გადამწყვეტი წვლილი შეიტანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნეიტრალიზაციაში. ძლიერი დარტყმა მიაყენა რუსეთის სტრატეგიულ ავიაციას. გარდიანთან საუბარში უკრაინელი მაღალჩინოსანი მას ბულდოგს უწოდებს, რომელიც ავი არაა, მაგრამ მიზანმიმართულია და პოლიტიკით არ არის დაინტერესებული. მალუკის ერთ-ერთი მთავარი დამსახურება ის არის, რომ მან უსაფრთხოების სამსახური რუსი აგენტებისგან გაწმიდა. სანამ ობობას ქსელის ახალ ეპიზოდს ვიხილავთ, ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მოსკოვის ოლქში და შესაბამისად მოსკოვის შემოგარენში მდებარე აეროპორტები ყოველდღე თუ არა დღე გამოშვებით დრონების შეტევის გამო მუშაობას აჩერებენ. რის გამოც სულ მცირე 2 უცხოური
კომპანია მოსკოვის აეროპორტებიდან სანქტ-პეტერბურგის პულკოვოში ზოგიერთი რეისის გადატანის შესაძლებლობას განიხილავს. წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი შეიძლება თურქეთის ავიახაზები იყოს. დრონებით თავდასხმა, ანუ ობობას ქსელი 2, ანუ ახალი ეპიზოდი. ლოკომოტივი, რომელსაც ტანკები, ათეულობით ჯავშანმანქანა და სატრანსპორტო ტექნიკა გადაყავდა, აფეთქებულია. ლოკომოტივის მოძრაობისას მარცვლეულის სატრანსპორტო ვაგონზე განთავსებული ღიობები გაიხსნა და დრონები გამოფრინდა. პირველი დარტყმა ლოკომოტივზე განხორციელდა, რის გამოც მატარებელმა დაკარგა სიჩქარე და გაჩერდა. შედეგად ტექნიკის უმეტესი ნაწილი, რომელიც მარცვლეულის ვაგონთან ერთად გადაჰქონდა, დაბრკოლების გარეშე განადგურდა. 7 ივნისის გვიან საღამოს 8 ივნისის დილამდე რუსეთში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო დროებით დაიხურა მოსკოვის ორი მსხვილი აეროპორტი ვნუკოვო და დომოდედოვო. შეფერხებით მუშაობდა კალუგის აეროპორტიც. Короче, в трубу ебало, вот в Пропановскую газовую, бля, хуярит, я ебу. რუსეთი ტულის ოლქი, ნოვომოსკოვსკი დრონებით შეტევა სუმცირე 5 აფეთქება და ხანძარი აზოტის ქიმიურ ქარხანაში, რომელიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს კვამლი მოსკოვის მახლობლად პუშკინოს გარეუბანში საწვევისა და ზეთების საწყობს ազდის. ხანძარი დაახლოებით 21000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. 7 ივლისის დილა უკრაინის სახარო ძალებმა კურსკის მიმართულებით წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს. განადგურებულია Su-35. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 6 ივნისის ღამეს წარმატებული იერიში განახორციელა სარატოვის ოლქში ენგელსის აეროდრომზე. იერიში იქნა მიტალილი რიაზანის რეგიონში დიაგელოვოს აეროდრომზე, სადაც საჰაერო ტანკერები და ესკორტ გამანადგურებლებია განლაგებული. ამავდროულად სარატოვის რეგიონში საწვევისა და საფუხი მასალების სუმცირე 3 ავზი აფეთქდა. ომის მიმდინარეობისას ეს უკვე მესამე შემთხვევა, როდესაც პუტინის ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. ხიდი პუტინის პირადი პროექტის ომის მის წარმოსახვაში წარმატების მთავარი სიმბოლოა. 3 ივნისის ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმებოდა. ღმერთსამება უყვარს და უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის ბოლომდე მიყავს ის, რასაც გეგმავს. ჩვენ 2022-ში და 2023 წლებში ყირიმის ხიდს ორჯერ დავარტყით. დღეს ეს ტრადიცია წყალსქვეშ გავაგრძელებთ. ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილი მალიუკის სიტყვებია. სტრატეგიულ ავიაციამდე იყო კრეისერ მოსკოვს ჩაძირვა, რუსეთის შავი ზღვის და ზოგადად ფლოტის ფლაგმანი. უძლეველი და დაუმარცხებელი რუსული პროპაგანდის ბოდით, მაგრამ ახლა ის ფსკერზეა. სწორედ მოსკოვს განადგურებით დაიწყო ოკუპირებულ სევასტოპოლში ბაზირებულ ფლოტზე კატასტროფული შეტევის განხორციელება. ამ დროისთვის საბრძოლო ხომალდების 30%-ზე მეტი განადგურებულია. ამასობაში კი უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანას წელიწადში 10 მილიონი დრონის გამოშვება შეუძლია. ასევე რამშტაინის შეხვედრაზე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ხოლო წელს ბრიტანეთი უკრაინისთვის დრონების მიწოდებას 10-ჯერ გაჯდის. ჯონ ჰილი იმ მთავრობის წევრია, რომლის პრემიერიც ტრამერია. მისი თქმით, ევროპის დასაცავად გაერთიანებულ სამეფოში აშენება სუმცირე 6 ახალი საბრძოლო მასალის ქარხანა. გაიზრდება საჰაერო თავდაცვის სისტემაში ინვესტირება და შეიქმნა ჰიბრიდული სამეფო ფლოტი, რომელიც შედგება დრონებით აღჭურვილი საბრძოლო გემებით, წყალქვეშა გემებით და გამანადგურებლებით. სტრამელი ღიად აცხადებს, რომ ბრიტანეთი გადადის საომარ მზადყოფნაზე. 14 მაისს კი გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგს განუცხადა, რომ მისი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი გერმანიის ჯარის ევროპის ყველაზე ძლიერ არმიად გარდაქმნა იქნება, რათა რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხეთან გამკლავება იყოს შესაძლებელი. ამ ვიზიტამდე ისმოდა არაერთი შეკითხვა თუ რას იზამდა მერცი ოვალურში. რა ქნადა ტრამპს ბაბუის დაბადების მოწმობის ასლი აჩუქა. ფრიდრიხ ტრამპი გერმანიაში დაიბადა და 1885 წელს გადავიდა ამერიკაში საცხობლად. სავარაუდოდ სამხედრო სამსახურისთვის თავის ასარედებლად. სწორედ მან დაიწყო ნიუ-იორკში უძრავი ქონების ბიზნესი, რაც შემდეგ მისმა შვილმა ფრედ ტრამპმა და უკვე შვილიშვილმა დონალდ ტრამპმა გააგრძელა. ფრიდრიხ ტრამპი 1918 წელს ესპანური გრიპის სახელით ცნობილი პანდემიის დროს გარდაიცვალა. მერცისთვის კანცლერის პოსტზე ეს პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო ვაშინგტონში. ოვალურ ოფისში მედიასთან საუბრისას მერცმა თქვა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია უკრაინის მხარეს არიან. გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებს რუსეთზე მეტი ზეწოლა მოხდინოს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. გერმანიის კანცლერი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს საკვანძო როლი აქვს ამ ომის დასრულების პროცესში. მერცის თქმით, სრულიად დარწმუნებული რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროს შეერთებული შტატები ნატოში დარჩება. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრის პრეზიდენტმა ნატოს დატოვებაზე დასმულ კითხვაზე კაფიო არა უპასუხა. Вот он, коптер опять взлетел. Откуда взлетает, ничего не понятно, блядь.
ბოლოსკენ წავიდეთ, ჩემი დაკვირვებით, პირველი იმის შემდეგ უკრაინის მსოფლიო ფრონტზე ასეთი ვითარებაა. კრემლის დიქტატორის კომპიუტერში 24 წლის წინანდელი Windows-ის ვერსია დაინსტალირებული. მატუშკა რასიას არც ერთი რეგიონით სიმბირი და შორეული აღმოსავლეთიც კი არ არის უსაფრთხო და დაცული. რუსული სპეცსამსახურები აი ისინი პუტინს სამთლეში კიევში გამარჯვების აღლუმის ჩატარების გარანტიას რომ აძლევდნენ მოშლილია. სტრატეგიული ავიაციის 30% განადგურებული ამ წყობრიდან გამოსულია. რუსეთი ნებისმიერ დღეს ოლდება ობუბასკსელის ახალ ეტაპს. უკრაინამ მსოფლიოს საჩვენო რომ ომი ახალ მაღალტექნოლოგიურ სიმაღლეზე გადაიყვანა და უკრაინის ქალაქების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის მიუხედავად კაპიტულაციას არ აპირებს. ევროპა მიცის, როგორ უნდა დაიცვას თავი აგრესორი რუსეთისგან. ანალიტიკოსების ვარაუდით, პირველი ივნისის შემდეგ პუტინის გარემოცვაში პანიკა და შესაძლო განხეთქილება ომის გაგრძელება შეჩერების შესახებ. საცუდავი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების კურსში გაძლეტვა ომში გადატეხის შესატანად უშედეგო აღმოჩნდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პუტინის დამარცხება და არა იმიტომ რომ მე და ბევრ ქართველს უნდა გარდაუვალია. დროის ამბავია თორემ რუსეთის დამპალი იმპერია აუცილებლად დაემხობა. და ამ დროს აქ საქართველოში ვიღაც პროპაგანდისტი თავისუფლებას აძლევს თქვას რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს დამარცხება იქნება. არც ვიდეოს გაჩვენებთ და არც გვარს ვახსენებთ. ეს მისთვის დიდი პატევი იქნება. უკრაინის და დიდი ევროპის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა. ჩვენი გამარჯვება კი ერთიანობაში და პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლაშია. ამიტომ დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, სიკვდილი მტერს, დიდება ერს.